და ეხაც მიტრიალებს ეს პასუხგაუცემელი შეკითხვა. რატომ არ გამოქვეყნდა ეს მასალა? ყველაფერი მაშინ, როცა ცოცხალი იყო კოლავ ნადირაძე და როცა ცოცხალი გახდა სერგო კლდიაშვილი. მაშინ რა მივიდოდნენ და არ უბრძალავდნენ, ცენზორები იყვნენ, არ ერთი ან მეორე გაიგებდა სად რა იბეჭდება და ეს ერთი შეკითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი რჩება და რატომღაშა ხო არ გამოგვიდეს კერაიბის გვერდყოდი. არ მინდა დავარღვიო ეს აკადემიური მაინც. თქვენი გამოცხადება ძალიან სწორი და ლამაზი რასაც უსმინე. ნინო და ლევას მაგრამ მე რომელსაც ყველაზე ნაკლები ჩვენი მაყალა ამ შემთხვევაში და მარტო ემოციების დონეზე მახსოვს ზეიკო რომ მოვიდა სიგნით და ლევან დიდი მადლობა რომ ამხელა ყურადღება დაუთმე ზეიკოს სიგს იმიტომ რომ მარსა ბუკლავრა იცი რა მე ეთქობა რაღაც ეს თემა რა ლიტერატურის დისკუსიის დონეზე ვერ ავიქი როგორც ჩვენ სიწმინდეებზე შეტევის ერთ-ერთი პუნქტი რომელიც არ გვაკლია დაწყებული ისტორიით, დამთავრებული ეკლესიით ყველაფერი ეს გადაბმულია და ეს არ ხდება უამგაროდ ყოველთვის ჩანს ვიღაც დამფინანსებელი. ამიტომ სტრუქტურალიზმი და რაღაცა ის კი არა, პირდაპირ აკარგი ხბაში, აი პირველი რაც მომდა, ატავიზმი მემართა. გამოქვაბულის კაცი ხდება. იმიტომ რომ ამ მტკიცო 1-2-4 ვიღაც უბადრუკმა მაპატიებს სახელი და გვარს ავიღოთ. ამდენ და მე ამან იბარტყოს. იმიტომ რომ ამას ვიღაც აფინანსებს და ამხელა ენერგია მიდიოდეს იმის მტკიცებაზე, რაც უბრალოდ სასაცილოა. იმ კალბატონს ღმერთმა აცხონოს, მაგრამ ნათეთში ნამდვილად ვერ ვიტყვი. მარტო ერთი ორი სტრიქონი წაიკითხე ან წერილის, ან რაღაც გდემს რო უყავს მუშა. ყველა რო დაუჭირეს გარშემო და თვითონ რატომაც ხელმხლებელი რო იყო. არ მინდა მჭორაობის და კონსპიროლოგიის დონეზე. ყოველთვის არ იყო რაც დამტკიცა. აქ მეორე სართულზე. არ იყო რაც დამტკიცა რომ დავანახებ რომ ვაჟკაცი ვარ და ეს არის ქართული პოეზიის გამოსასყიდი. თელი 70 წლის რაც ხდებოდა. დღეს რო უკირკიდებენ, ვიღაც ურინჭოები და უბადრუკები ხან გოგლას, ხან გალაქტიოს, თურმე ელინ სტალინა აქ და დაწერილი დვადაფრეთილ გოგლას. და პასილივი რო იტყვია. გაუფლება ვინ რო ტალახი ისურვებს. ერეკლე მოღალატე საკოვი ისა თუ რაგვარიც არის ბაბუამისი ყოველ შემთხვევაში ასე წერალი ამბობს ამას რომ მეფე დემეტრე თავდადებულს ატარებს ტელევიზორში და უარყოფს მისი დედა რომ ის ბოლოში გამოსწორდა ხუთოსანი ბოლოში გახდა რა უბადრუკობაში მტკიცებ თავი ისი დამტკიცება გჭირდება რასაც ნინო ცდილობდა რომ აბსოლუტური ესე იგი დელიკატურობით და არ წაცდენოდა რაიმე ისეთი რაც მე მემართებოდი ეს ატავიზმი ყველა მე აქ მიმუშავე წლები ჯერ 21 წლის ბიჭი მოვედი მე დივანი ვიყავეთ 3 წელი და გახსოვს რასაც მეუძღეს სტრიქონი ჩემი არ დამბეჭდია ორი ის დაიდო სათავე გძნობ აი ამ ორგანიზმს რაც აქ არ და გძნობ ჩემ წინაპარს აქ იყო ხოცვაჟრეტა იყო სისხლით დაიღვარა მაგრამ უბადრუკობა ჩვენ უბადრუკობაში ჩვენ გჭირდება იმის მტკიცება რაც სირცხვილია ამიტომ შენ მეგობრად მოიხსენებთო მაგიტომ გითხარ ჩვენ უპრინციპობამ და ოჯახის წევრს გავწირავ ამის გამო ეს რომ გითხარ რატო გვიტევენ? ვიღაც უნიჭობით ნებსით უნებლით არა, ეს არის ფულია გადახდილი ამაში. უკაცრავად. მადლობა.